მოგესალმებით ყველას, ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ახართ? მე სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი ამ ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ ერთ-ერთმა გამომწერმა ძალიან გამაოცა თავისი ესე ვთქვათ, მითომ გამომწერობით და ასე ვთქვათ, აფერისტობით, გადაწყვეტა რომ ეს ვიდეო ჩავწერო. ახლა თქვენც გაგიზიარებთ, მოგიყვებით ამ მითომ გამომწერის შესახებაც. და თქვენ შეგიძლიათ კომენტარები დამიწეროთ. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეკა აუცილებლად უყურებს ამ ვიდეოს და ასევე აუცილებლად სათაურათაც დავწერ თავის სახელს და გვარს თუ როგორი მეილიც აქვს. იმიტომ რომ მე სანამ წაშლიდა მოგიყვებით ყველაფერს, მაგრამ სანამ წაშლიდა თავის SMS-ებს, ყველაფერი დასკრინული მქონდა, იმიტომ რომ არაერთხელ იყო მისგან მოწერილი ესე ვთქვათ კომენტარი და შემდეგ წაშლილი. პირველ რიგში მინდა რომ ჩემს კურსზე ვისაუბრო. ნუ კურსი არის თუ არა, თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ, მაგრამ გეტყვით, მე 6 წელია მუშაობ სურვილების ასრულების ტექნიკებზე. უამრავი ტექნიკები ვიცი, თუ როგორ უნდა აისრულოს სურვილები, რა მეთოდებით და ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული მაგ სფეროში და ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. ასევე ვაკეთებ ვიზუალურ დაფას, სადაც ნებისმიერი სურვილი აგისრულდებათ. ზუსტად გეტყვით, რა სექტორებად უნდა დაყოთ და რის შედეგადაც რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. ასევე როგორი ფოტო უნდა ამობეჭდოთ, უნდა იყოს ეს ფერადი, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და ჩანდეს თუ არა, რა ენერგიას გამოსცემს ეს ფოტოსურათი და ყველაფერს დეტალურად გასწავლით, თუ როგორ და უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა ჩამოწეროთ სწორად სურვილები, რომ აგისრულდეთ. ძალიან ბევრ ადამიანს ვასწავლე, ძალიან ბევრმა სურვილები აისრულა, ძალიან ბევრი მადლობას მწერს დღემდე და ძალიან მიხარია. მე ჩემს არხზე უკვე არ უწერ მსგავს ვიდეოებს. რატომღაც ეს შესვენება მივეცი ჩემ თავს და დღეს ეხლა ვარ ენერგიით სავსე და დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, რომ მე შემიძლია ვასწავლო ჩემს აუდიტორიას, როგორ აისრულოს თავისი სურვილი და რა საჭიროება ამისათვის. მე შემიძლია დაწვრილებით ვუამბო. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება უფასო, ეს არის ფასიანი და იქნება 20 ლარი. წარმოიდგინოთ, 20 ლარი ძალიან მიზერული თანხა არის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანს ექნება ამ თანხის საშუალება, რომ თავისი სურვილები აისრულოს. ნახეთ, ამ 20 ლარში შედის რა? ყველაფერს ახლა გეტყვით. სურვილების სწორად ჩამოყალიბება, დაწერვა, ბევრი მეთოდების სწავლა, ამ მეთოდებს აქ არ ვიტყვი, გეტყვით უკვე პირადად, ინდივიდუალურად. ვიზუალური დაფის შექმნა და მესამე ნეოგრაფიკის სწავლა. ნეოგრაფიკას სწავლობ მე, მაქვს სერტიფიკატი და შემიძლია თქვენც გასწავლოთ. წარმოიდგინეთ, ამ 20 ლარში შედის ეს ყველაფერი და თქვენ გექნებათ ჩემთან კომუნიკაცია 30 დღის მანძილზე. რა თქმა უნდა, ამ 30 დღის მანძილზე ყოველ დღე არ გვექნება საუბარი, ალბათ მიმოწერა იქნება, მაგრამ ორჯერ მაინც აუცილებლად გაგესაუბრებით, გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი ვარ და მომთხოვნადი და არ მიყვარს ზარმაცი ადამიანები. როდესაც იყიდით ჩემს, ესე ვთქვათ, ამ კურსს, აუცილებლად პასუხისგებლობა უნდა აიღოთ, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ და მე ყველა დავალებას მოგაწოდებთ, მოგცემთ და ყველაფერს თქვენ შეასრულებთ, შემდეგ გამომიგზავნით. გამომიგზავნით იმას არა, რა დაწერეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ გამოაგზავნით თქვენ დავალებას. ნუ ესე მოკლედ ვთქვი ახლა ამ წუთას, იმიტომ რომ უფრო კონცენტრაცია მაქვს გაკეთებული ჩემს ერთ-ერთ გამომწერ აფერისტ გოგოზე, რომელმაც ესე ვთქვათ ცოტა გამაღიზიანა და ეხლა მე თქვენ მოგიყვებით თუ რატო გამაღიზიანა. გუშინ წინის წინ თუ არ მახსოვს ერთ-ერთი ვლოგი დავდე, სადაც ვთქვი, რომ ამ კურსის გამოქვეყნებას ვაპირებ და კურსად არ ჩავთვლი, იმიტომ რომ არ ვაპირებ პრეზენტაციის სახით მოგაწოდოთ, ან ონლაინ კურსად მოგაწოდოთ. ეს იქნება ინდივიდუალური, ყველას პირადად ვასწავლი, ანუ არ მექნება ეს ჯგუფური არ იქნება. ამიტომ ეს გოგონა მწერს, რომ მოგესალმებით, მე დიდი ხანი გიყურებთო და მინდა რომ სურვილი ამისრულდესო. ვუთ და სად დაგიკავშირდეთ? მიეწერა ჩემი მეილი. და შემდეგ ლაივი ჩავთე, იმ დღეს იყო თუ მეორე დღე, ზუსტად არ მახსოვს, იქაც მომწერა, რომ ვერ გიპოვეთო მეილზე, ძალიან გთხოვთ, მომაწოდეთო ინფორმაცია, რომ დაგიკავშირდეთო.
და მე მივწერე მის კომენტარის ქვეშ, თუ მეილზე ვერ მომწერეთ მეთქი, შეგიძლიათ Instagram-ზე სცადოთ და მომწეროთ. Instagram-ზეც, ანუ არაფერი არ მოვწერი ამ გოგონას და ლაივი რო დავასრულე, იმ ლაივის ქვეშ მწერს, რომ შეიძლებაო რომ WhatsApp-ი მომაწოდოთ და WhatsApp-ზე დაგიკავშირდეთო. და მივწერე რომ მომწეროს თავისი სოციალური ქსელების ერთ-ერთი Facebook-ი ან Instagram-ის მისამართი, სადაც შევძლებდი მე თვითონ პირადად მიწერას. და რას ხედა, მე პოპულარული ბლოგერი ჯერ არ ვარ, რომ მაგალითად ვერ შევამჩნიო გამომწერების, ესე ვთქვათ, კომენტარები და ვერ დავინახო, ხო? ყველაფერს ხედავ და ყველაფერს ვამჩნევ, ჩემი გამომწერები რა თბილ კომენტარებსაც მწერე, ყველაფერი მახსოვს. და ეს გოგო თბილ კომენტარებს მწერს ყოველთვის. შემდეგ ეს გოგო როგორ იქცევათ, იცით? ყველა კომენტარს შლის. ეკა, ძალიან გთხოვ, მეორეჯერ აღარ დამიწერო კომენტარი. მე ვიცი რომ შენ ამ ვიდეოს შეხედავ, უყურებ. დარწმუნებული ვარ, რაღაც ახლობელი იქნები, რომელიც ჰეითობს ჩემს არხზე და თვალს ადევნებ და დარწმუნებული ვარ, ესეთი ადამიანი ბევრია, მაგრამ ვერ ბედავენ კომენტარის დაწერას, იმიტომ რომ იციან რომ მე დავბლოკავ და კიდევ დავინახო შენი SMS-ი, ჩემთან თბილი არის თუ როგორი არის, ყველას დავბლოკავ. მე ეხლა აქ ჩემო მეგობრებო სკრინს დავდებ ამ კომენტარის და შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ იმავე ბოლო ვლოგზე და ნახოთ რომ როგორ წაშალა კომენტარი. რა მაგით რა მოიგე მითხარი? მე ეხლა მეილზე მომწერა ორმა ადამიანმა თავისი სრულების ასასრულებლად. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი მომწერს კიდე და ძალიან ბევრსაც დავეხმარები. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე თუ არ ვიქნები ჩემი საქმეში დარწმუნებული, არასდროს არ გამოვალ და ჩემს აუდიტორიას არ შევთავაზებ იმას, რაზეც მე არ ვარ დარწმუნებული. და შენ თუ პროსტო ესე რომ მომწერე რომ ბრჭყალებში რო ვთქვა რომ მithom ხარდაჭერის მხრივ და მე აფერისტულად წაშალე ძალიან გთხოვ ნუ გააკეთე. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ადამიანებს ვერ ვიტან ვინც აფერისტები არიან და მატყუარები. აი ვერ ვიტან. და მე თუ ჩემს არხზე ვინმე ცუდად იწერება, ყოველთვის მაქვს ნათქვამი რომ ყოველს ბლოკავ. და ტოვებ მხოლოდ იმ კომენტარებს ვინც კარგად მწერს. ხშირადაც ის ადამიანები მწერენ ყოველთვის კარგს, რომელსაც ვინც ჩემი გამომწერები არიან და ყოველთვის აგრძელებენ კარგის დაწერას. რა თქმა უნდა, რჩევებსაც მაძლევენ და ასე შემდეგ, მაგრამ შენ რატომ დაგიმახსოვრე, იცი? იმიტომ რომ ყველა ჩემს ვიდეოზე რამდენჯერაც დაგიწერია კომენტარი, იმდენჯერ წაგიშლია. არ მინდა ესეთი გამომწერი. ამიტომ აღარ დაგინახო ჩემს არხზე. ეს პროსტო იმიტომ გავაკეთე, რომ ჩავწერე, რომ ამ ადამიანს არ ეგონოს, რომ მე ვერაფერს ვერ ხვდები, ყველაფერს ხვდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ძალიან ბევრი ცოდნა მაქვს ამის მხრივ. ყველაფერს ხვდები, ვინ როგორ მწერს, ვინ რა ემოციას გამოხატავს ჩემ დროს და ვინ როგორ მიყურებს, ვის მაგალითად შურვა. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელსაც შურს ჩემი ძალიან ბევრი არის, ძალიან ბევრი და ამ ყველაფერს მე ვგრძნობ. და ეკა ძალიან გთხოვ, შენ თუ გონია რომ ჩემთან არავინ არ მოვა და უბრალოდ რომ ესე აფერისტულად დამიწერე რომ შენი სამსახურისთან დაკავშირებით სურვილის ასრულება მინდა და დამეხმარეო, ხო? ნუ რას უკაცრავად. ძალიან ბევრმა მომწერა, როდესაც 2021 წელს მე გამოვედი Facebook-ზე და ვამბობდი, რომ სრულების ასრულება შემიძლია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრმა მომწერა, მითხრა, რომ როდესაც კურსს შექმნი აუცილებლად მოვალ და შევიძენ. ძალიან ბევრი რჩევა გავეცი და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე თავისი სრულის ასასრულებლად. ეხლა რო შევქმენი კურსი, მე იმიტომ შევქმენი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ვასწავლე, შემდეგ არ თქვეს რომ მე ვასწავლე. და მე ძალიან გავბრაზდი ამის გამო. მართლა, იმიტომ რომ ჩემი შრომა, რომელიც არ დააფასეს და მადლობელი არ არიან ადამიანები, მე იმათ აღარაფერს აღარ ვასწავლი და გადავწყვიტე, რომ ჩემი შრომა მხოლოდ ფასიანი გავხადო. ნეოგრაფიკა არის ყველაზე მაგარი, ესე ვთქვათ, ტექნიკა, მეთოდი, რომელიც დაარსდა 2014 წელს, დაარსა ფსიქოლოგმა პავილ პისკარელმა. ძალიან კარგი მეთოდი არის, რისგანაც შეგიძლიათ აისრულოთ დაოჯახება, დაორსულება, მაგალითად რაღაცის ყიდვა გინდათ,
იპოთეკის დაფარვა, სტრესის გომარობიდან გამოსვლა, თმების გაზრდა გინდათ, ვარჯიშის დაწყება გინებავთ, დაკლება გინდათ, პრესი გინდათ გქონდეთ, როგორი სხეული გინდათ გქონდეთ, სამსახურის დაწყება გინდათ, მაგალითად ადამიანთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ, შეგიძლიათ ისე დახატოთ, რომ თქვენი ურთიერთობა გამოსწორდეს. და ძალიან ბევრი რაღაც. და ეს ყველაფერი მე შემიძლია რომ გასწავლო. ჩემო მეგობრებო, თუ მართლა დაინტერესდებით ამ ჩემი კურსის დაგვარად, შეგიძლიათ აქ მითითებულ მეილზე მომწეროთ და ინდივიდუალურად WhatsApp-ის საშუალებით იქნება თუ Telegram-ის საშუალებით გაგესაუბრებით, გასწავლით, გეტყვით რა არის საჭირო ამისათვის რომ იყიდოთ რვეული კალამი და ასე შემდეგ. ძალიან მცირე რაღაც იქნება საჭირო, გასწავლით ყველაფერს. და მერწმუნეთ ამ 30 დღის მანძილზე თქვენ შეცვლით თქვენს აზროვნებას, თქვენს მიდგომას. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიკითხავს, რომ რა ოცნებები გააქვს თქო. ძალიან ბევრი ვერ პასუხობს, მხოლოდ აქვს ერთი სურვილი. ბავშვმა ტირილი დაიწყო და გავედი ჩემო კარგებო, ამიტომ ეხლა სხვა ტონით ვისაუბრებ. და იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანები არიციან რა უნდათ ამ ცხოვრებაში და მხოლოდ აქვთ ერთი სურვილი, ზოგადად რო ვეკითხები ხოლმე და ხანდახან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აქვთ სურვილები. ამიტომ მე შემიძლია დაგეხმაროთ, რომ ყველა სფეროში კითხოთ, დაგეხმაროთ, იდეები მოგაწოდოთ, მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, ხო? შეგიძლიათ ამის და მიხედვით დაწეროთ სურვილები. ამიტომ ძალიან კმაყოფილი დარჩებით, როდესაც მოხვალთ ჩემთან. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა ველოდება წინ, მაგრამ ეს მიღირს მე იმიტომ, რომ პირველად ვაკეთებ ამ ყველაფერს და მინდა რომ ჩემი მოსწავლე რომ იყოს ჩემსგან კმაყოფილი. აი ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, ყველაფერს. და კიდევ ხო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სანამ ბავშვი ესე წყნარად არის, გეტყვით. აი ვინც გაივლის ჩემთან კურსზე კმაყოფილი დარჩება და შემდეგ მის მაგალითად მეგობრს მეიყვანს ან ნებისმიერ ადამიანს 10%-ს ჩაურიცხავ. აი 20 ლარის 10%. წარმოიდგინეთ, ხო? ვთქვათ 2 მას მოსწავლე იქნება, 3 იქნება თუ რამდენიც იქნება, ყოველთვის ჩაურიცხავ. როგორც კი მოიყვანს კონკრეტულად ის ადამიანი და სახელი და გვარს მომწერს, აუცილებლად ჩაურიცხავ ჩემოთბილებო. აქ მე უკვე დაგემშვიდობებით. იმედია ეს ვიდეო მოგეწონებათ და მიხვდება ეკა თავის ესე ვთქვათ შეცდომას და ჩემი აუდიტორიაც მაინტერესებს რაც დამიწერს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას ჩემო თბილებო. აქ დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. ნახვამდის.